იყო მონაზონი ვინმე წმინდა განშორებული სოფლით ნიშნებითა და საკვირველებითა განბრწყინვებული და მარადის სათნოყოფითა ღვთისათა განათლებული და ყვამის თანამოწაფე ერთი, ხოლო დღესა ერთსა შთავი და ქალაქად მოწაფე იგი განსყიდვად ხელსაქმისა, რაითა იყიდოს პური და მოართვას მოძღვარსათვისა. და იყო ქალაქსა მასში ნამთავარი ვინმე, რომელსა ღმრთისა არა ეშინოდის და კაცთაგან არ აღრცხვენოდა, რომელიცა იხილა მოწაფემან მომკვდარი და შესდგომოდა მას ერი მრავალი ლამპრებითა და საკმეველითა და პატივითა დიდითა მიუძღოდეს საფლავად. ხოლო მოიქცა რამუნით განკურებული უდაბნოვე, ჰპოვა მოძღვარი თვისი პატიოსანი და სასწაულმოქმედი ბერი აფთრისა მიერ შეჭმული და იწყო ტირილად და გოდებად ბერისათვის და ვედრებად ღვთისა მიმართ მეტყველმან. უფალო, სახირო და კაცმოყარეო, ვითარ ძვირის მოქმედი იგი მთავარი მოკვდა დიდებულად, რომლისა მიერ ყოველი კაცი იტანჯებოდა, ხოლო ესე წმინდა სულიერი მამა მარადის სათნომყოფელი შენი მხედთა მიერ შეჭმული ქმნა. და ესე ვითარს არა სიტყვასა იტყოდა შემოსრულითა გულითა, პირსაზე და თვისსა მდებარე ცრემლით მვედრებელი. და ჰამოვიდა მის ანგელოზი უფლისა და რქვა, ახსდე ქბერო, რაც შეწუხებულ ხარ და სტირ მოძღვრისა შენისათვის. მას მთავარსა ბოროტნი საქმენი აქვდეს მრავალნი და კეთილი ერთიოდენ. და მისთვის მიიღო პატიოსანი დამარხვა თვისა მის ერთისა კეთილისა სასყიდლად და წარვიდან მუნ ტანჯვად საუგუნოდ, ხოლო მოძღვარსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ყოველთა კეთილითა შემკობელსა. აქვდა მცირე რაიმე ნებაი. ვითარსა კაცსა ხორციელსა და ესე ვითარითა მწარითა სიკვდილითა მიეტევა მას იგიცა და წარვიდა იგი ყოვლით ურთ განწმენდილი და უბიწო ცხოვრებასა მას საუკუნისა. ესე რა ესმა მოწაფესა მას, გულსავზე იქმნა და ადიდებდა მარცვსაჯულებით განგებულებას ღვთისასა, რომლისა წინაშე არცა კეთილი დაივიწყების, არცა ბოროტი, მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.